მოგესალმებით, დღეს ვისაუბროთ მონაცემების დამუშავებაზე. კალკში მონაცემების შეყვანა ხდება მარტივად, ამისათვის აუცილებელია დავდგეთ სასურველ უჯრაზე და შევიყვანოთ სასურველი ტექსტი. მოდით იმისათვის რომ უფრო კარგად გავიაზროთ, გავაკეთოთ მარტივი მაგალითი და შევქმნათ ცხრილი, რომელიც შეიცავს სტუდენტებს და მათ მიერ მიღებულ ქულებს. ჩამოწეროთ რამოდენიმე სტუდენტი და მივანიჭოთ ქულები. მას შემდეგ რაც ცხრილს შევქმნით, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მონაცემების დამუშავება. ჩვენ შეგვიძლია ზომის შეცვლა, ამისათვის უნდა მოვნიშნოთ სასურველი ტექსტი და შევუცვალოთ ზომა. ასევე შეგვიძლია ფონტის შეცვლა, ბოლდის საშუალებით შეგვიძლია გავამუქოთ, დავხაროთ და ტექსტის ქვეშ გავუსვათ ხაზი. იმისათვის რომ ცხრილი უფრო მისაღები ფორმაში იყოს, გავასწოროთ ისინი ცენტრში. ხოლო თუ სტუდენტის სახელების გასწორება გვინდა, უნდა მოვნიშნოთ ყველა და მივუთითოთ ცენტრი. ასევე ქულაზე. გარდა ამისა, შეგვიძლია სასურველ ტექსტთან სასურველ რიცხვს შევუცვალოთ სფერი ან უკანა ფონი შევცვალოთ, ამისათვის უნდა მოვნიშნოთ და format cell ავირჩიოთ. მოდი ახლა ფერი შევუცვალოთ ზედა ქულას და სტუდენტს. თქვა დავირჩიოთ ტექსტი ეწეროს წითელი ფერით. და გავუკეთოთ უკან ჩრდილი. ელემენტიდან შეგვიძლია გასწორება, რაც უკვე გავაკეთეთ. და background-დან შეგვიძლია ავირჩიოთ უკანა ფონი, ვთქვათ უკანა ფონი ავირჩიოთ ღია ცისფერი. Okay. შესაბამისად შეიცვალა ფერიც და ფონიც. მას შემდეგ რაც ძირითად ნაწილს დავაფორმატებთ, შეგვიძლია გავაკეთოთ ცხრილი, მაგრამ თუ ცხრილის გავუკეთოთ ჩარჩო, მაგრამ თუ ჩარჩოს გაკეთებამდე დაგვავიწყდა რაიმე სვეტის ან სტრიქონის ჩამატება, მაგალითად გამოგრჩა სტუდენტის პირადი ნომერი, არ წარმოადგენს პრობლემას, უნდა მოვნიშნოთ სვეტი, რომლის წინაც ვაპირებთ ახალი სვეტის ჩამატებას და ავირჩიოთ insert column. შესაბამისად ჩაემატება ერთი დამატებითი სვეტი, ხოლო თუ გამოგრჩა რომელიმე სტუდენტი, მოვნიშნოთ სტრიქონი, რომლის წინაც გვინდა სტრიქონის ჩამატება და ავირჩიოთ insert rows. ხოლო პირიქით თუ რომელიმე სვეტი ან სტრიქონი გვინდა რომ ამოვშალოთ ცხრილიდან, არც ამისთვის არის აუცილებელი ახალი ცხრილის შექმნა, მოვნიშნოთ და ავირჩიოთ delete column და შესაბამისად delete rows. ეხლა უკვე გავუკეთოთ ჩარჩო, უნდა მოვნიშნოთ მთლიანი ცხრილი, შევიდეთ format cell-ში და გადავიდეთ border ჩანართში. border ჩანართი დაყოფილია რამოდენიმე ნაწილად. პირველი default ნაწილი გვიჩვენებს თუ როგორ ფორმას მიიღებს ჩვენი ცხრილი. style-ში შეგვიძლია ავირჩიოთ სხვადასხვა სტილები, როგორც ხაზის, ისე ფერის, ხოლო spacing to connect მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზემოდან და ქვემოდან თუ რა დაშორებით იყოს ხაზები. მოდი ავირჩიოთ ასეთი სისქის, ჩარჩო იყოს ლურჯი. ჩვენ გვინდა ცხრილი გარშემოც და შიგნითაც, თუ მხოლოდ გარშემო გვინდა შეგვიძლია ავირჩიოთ სხვა მდებარეობა და დავაჭიროთ OK-ს.
შედეგად შეიქმნა ცხრილი, დავაფორმატეთ მონაცემები და ჩვენი ცხრილი უკვე მზად არის საილუსტრაციოდ. ეს რაც შეეხებოდა მონაცემების დაფორმატებას.